თქვენი ვიდეო უყურა ერთმა პიროვნებამ, თუ გეცნობათ სახელი და გვარი, არ ვიცი, გიორგი მამარდაშვილმა. ხოდა გიორგის მეუღლე დამიკავშირდა, გიომ თვითონ ვერ მოახერხა დაკავშირება, გიომ უყურა ვიდეო და თქვენთან გამომატანა თანხა, რომ რაც დაჭირდებაო, შეშლება აქ არის და ფეხბურთისთვის რაც დაგჭირდებათ, ბურთი კი ვიყიდეთ, მაგრამ ზოგადად არა მარტო კლუბში ვიცი იქნება ჩასმულობა, ნებისმიერ რაღაცებში სავარჯიშოში რაც დაგჭირდებათ, თუ გინდა დედას მივცემ, თუ გინდა თქვენ მოგცემთ. აი ეს გამომართვით თქვენ და თქვენი სპორტული წარმატებისთვის რისთვისაც დაგჭირდებათ, გამოიყენეთ მაგ თანხა. გიორგის მეუღლე დამიკავშირდა, გიორგი ვერ მიკავშირდებოდა თვითონ და მითხრა, რომ გიოს სახელითო გვინდაო ეს თანხა, რომ გადავცეთო, რომ მაგ ბავშვები წარმატებულები იყვნენ. კიდე დამიკავშირდა ჩვენი მეგობარი მერაბ დვალიშვილი. უბრალოდ მერაბ დვალიშვილმაც ვერ მოახერხა დაკავშირება, მისი ოჯახიდან დამიკავშირდა. და მითხრა ეგეთი რაღაც, რომ ამ ძველით ახალ წლამდეო კი პროდუქტები რაღაცები, მაგრამ რისთვისაც დაჭირდება თანხა გამომატანა იმ ადამიანს. ხო და ეს თანხა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად იქნება თუ რა სიტუაციაც იქნება, მაგისთვის რო გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძალიან შეაწყდა. ის უნდა რომ დათრო რა ვიცი, მაგის გარდა კიდე ჩვენ თუ კი რაიმე შესაძლებელი იქნება, ჯერ პირველ რიგში ეხა პირველ რიგში ხა შენი სიტუაცია უნდა მოვაგვაროთ, სხვას ყველაფერს უშველით თანხებიც იქნება რაღაცებიც. თბილისში უნდა მივიდეთ, თბილისის კლინიკაში უნდა წავიდეთ. დრო შენი კვლევები ჩავატაროთ, ფოტოებსაც გადაგიღებთ, მე ფოტოებს ახლავე გადაგიღებ პროფილში რაღაცები რომ გადავაგზავნო. მაგრამ ეგ თურქეთში უნდა გადავაგზავნოთ და თბილისის კლინიკაში რო ადგილზე შეგამოწმენ, მაგიტო უნდა მივიდეთ. შენ რო წამოხვიდე და დედიკო აუცილებლად იქნება კიდე საჭირო. წავიდეთ და დავიწყოთ კვლევების ჩატარება, რომ ყველაფერი კარგად და ლამაზად გაკეთდეს.